როგორც ჩანს, რამდენიმე მუსლიმი თვითმფრინავიდან მოხსნეს ძალიან საკამათო და რასისტული გადაწყვეტილებით. და აღმოჩნდა, რომ კიდევ ერთხელ ეს ამბავი ზუსტად ასე არ ყოფილა. ისინი არა მხოლოდ რასიზმის ბრალდებას იყენებენ, არამედ ხშირად იტყუებიან კიდეც ამაზე. მაგრამ ჯერ გავარკვიოთ რა მოხდა სინამდვილეში. ნახეთ ეს ვიდეო. მე ვარ გრან კანარიაზე. ეს არის პერსონალის თვითმფრინავი. აი ეს არის ის რაც ხდება. მათ ნახეს 5 მუსლიმური სახელი, გამოგვიყვანეს და გვაშორებენ რეისიდან. ახლა ბირმინგემში უნდა გავფრინდეთ. ყველამ დაწერეთ ყველაზე ცუდი შეფასებები ამ ტურიან კომპანიაზე. შეხედეთ ამ ხალხს, შეხედეთ ამ 5 მუსლიმურ სახეს. 5 მუსლიმურ სახეს. გინდათ რომ გაგვიყვანოთ ბიჭებო. გულისხმობ, ეს ძალიან რასისტულად და პრობლემატურად ჟღერს. არა გარდა იმისა, რომ ნახეთ ვირუსული ვიდეო, რომელიც გავჩალდა მუსლიმების Jet 2-ს თვითმფრინავიდან გაძევების შესახებ და როგორ გააკეთეს ეს მუსლიმობაზე აქცენტით. ნახეთ ეს. დიახ, ნახეს და უკვე იცით, რომ სინამდვილეში ასე არ მომხდარა, მაგრამ კარგი წინ გავიჭერი. სხვადასხვა მოგესალმებით pushback-ში. აქ ვარ მე, Kay, თქვენი წამყვანი, რათა ვიბრძოლო სიცრუის, სიგიჟის და მედიის манипуляციის წინააღმდეგ. რადგან საკმარისია. ეხლა თქვენს ჩვენი მისიის ნაწილი ხართ. არ დაგავიწყეთ გამოტარის ლილაკზე დაჭერა. და კარგი, გადავიდეთ იმაზე რაც მოხდა. ყველამ გააკეთეთ საჩივარი ამ ტურიან კომპანიაზე. არ გვაძლევენ უკან დიდ ბრიტანეთში დაბრუნების უფლებას. გვეუბნებიან, რომ West Midlands-ის რეისით უნდა წავიდეთ და მერე ავტობუსით ბოლომდე მივიდეთ. ამას აზრი აქვს? საერთოდ არ აქვს აზრი, მართლა. ეხლა როცა მეკითხები, ცოტა უცნაურად ჟღერს, ცოტა ისე ჟღერს, თითქოს თლიანი ამბავი სწორად არ გაქვს გაგებული, მაგრამ აშკარად ამ ვიდეოს ასე დაიწყე. 5 მუსლიმური სახელი ამოიღეს, ასე რომ ამაზე დიდი აჟიოტაჟი უნდა იყოს, ან რატო უნდა გაეკეთებინათ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ზულთ ისინი? არა, რაღაც სხვა უნდა ხდებოდეს, გითხარით რა ხდება. 5 ვართ, 5 ადამიანი. 5 ადამიანი, მთელი რეისი. ყველა შედის, გარდა 5 მუსლიმური სახელისა. ყველამ გააკეთეთ საჩივარი ამ ტურიან კომპანიაზე, მე უბრალოდ სახში უნდა მივიდე, ამ ტურიანი ქვეყნიდან უნდა გავერიდო. გრან კანარია ხო? ეს არის რეისი, ეს არის თვითმფრინავი. შეგვიძლია უბრალოდ ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ის ამბობს ჩამპალი კომპანია. თითქოს ეს რაღაცა ექსპრესია. ეგ რა არის საერთოდ? მე მაგალითად არ მომწონს. რამე უკეთესი გამოიყენე. ლონდონი, სტანსტედი, LS. ბიჭებო, ყველამ ყველაზე ცუდი შეფასება დაწერეთ, ბოიკოტი გამოუცხადეთ ამ კომპანიას jet2.com-ს. ეს არის jet2.com. ყველამ ბოიკოტი გამოუცხადეთ ამ ჩამპალ კომპანიას, შეხედეთ წერილს, რაც მოგცეს, ხო? წაიკითხეთ ეს. მოგცა ეს რაღაც რას წერს, აქ მოდი ვნახოთ რას წერს. მე ამას ალბათ ვერ წავიკითხავ. სამწუხაროდ თქვენი რეისი გადატვირთულია. პოლიტიკის მიხედვით ჩვენ არ ვაჯავშნებთ ზედმეტ ადგილებს, მაგრამ მოულოდნელი ოპერაციული მიზეზების გამო მოგვიწია თქვენი რეისის უფრო მცირე ტევადობის თვითმფრინავით შესრულება. ვიდეო თავდაპირველად იყო დაგეგმილი. რადგან თქვენი მოგზაურობის გეგმები შეიცვალა, ჩვენ შემოგთავაზოთ არჩევანს. შეგიძლიათ ან შეცვალოთ თქვენი ჯავშანი, ჩვენ მოვაწყოთ ტრანსპორტირებას და დაგაბრუნოთ თქვენ საწის აეროპორტში. თუ გავიჩნდებათ გონივრული ხარჯები კვებასა და სასმელებზე, ტრანსპორტზე ან სასტუმროზე, თუ ეს უკვე არ არის უზრუნველყოფილი ჩათისთვის, ჯეთორისთვის, ან ამ ალტერნატიული ფრენის ნახვისას, ისინი შეიძლება დაბრუნდეს, შეცვალეთ თქვენი ბლა ბლა ბლა. მაგალითად ეს ჩვენთანაც არაერთხელ მომხდარა, რომ ავდივარ თვითმფრინავში და ფრენას უცვლიან. სად არის მტკიცებულება, რომ ეს რამე კავშირშია იმასთან, რომ ისინი მუსლიმები არიან? ეს მინდა ვიცოდე. დაიჩქარეთ წადით და ეხლა ჩასხედით რეისზე. რას ამბობენ? რაღაც სისულელეა. ბიჭებო, ყველამ ეხლა გააკეთეთ რეპორტი ამ ჩამპალ კომპანიაზე. ეს არის აქაური პერსონალი. თქვენს რომ ამ ყველაფერში არ ჩაერთვებიან, თქვენს რომ ფრენას არ მოგცემენ, რადგან გადავიღეთ ისინი. ამ წუთას გვაიძულეს რომ რაღაც უცნაურ რეისზე გადავსულიყავით ბირმინგემში. ახლა კი არ ცდილობენ დაგვეხმარონ, უბრალოდ გვტოვებენ აეროპორტში მიგდებულებივით. ბიჭებო, ეს დახურეთ. და ბოლო წუთს გვითხრეს. როგორც კი თვითმფრინავში ასვლას ვაპირებდით რომ რეისი გაუქმდა. ამ ისტორიაში ძალიან ბევრი ხრელია. იმიტომ რომ ის ამბობს, ეხლა გვეუბნებიან რომ ბირმინგემში უნდა გავფრინდეთ. მან იმით დაიწყო რომ აიძულებენ ბირმინგემში გაფრენას. ამ ჩამპალ მოხუცზე რაღაც არ მაძლევს ნდობის საშუალებას. ეს ისტორია ზუსტად იქ მიდის, სადაც ვფიქრობთ. გვაიძულებენ რომ შემდეგ რეისზე ავიდეთ. ახლავე ყველამ დაარეპორტეთ ეს მტრიანი jet2.com-ი. ასე რომ 2 სამხრეთაზიელი ბიჭი, 1 ბანგლადეშელი ბიჭი, რომელიც ტექნიკურად ასევე სამხრეთაზიელია და 6 ჩრდილო აფრიკელი. ყველა მათგანი რეისიდან მოხსნეს, რადგან თვითმფრინავი სავსეა და ყველა დანარჩენი ჩაულებრივად აგრძელებს ფრენას. ბიჭებო, გააუქმეთ ეს. კარგი, ასე რომ ეს არის დიდი ამბავი, ხო ესეა? ეს არის დიდი ამბავი და რა თქმა უნდა ახლა ისანი Jet2-ს თანამშრომლებს ედავებიან. ამორმა ქალმა უბრალოდ თქვა რომ მუსლიმები ყველგან პრობლემებს ქმნიან. რა თქმა უნდა, ისევ მუსლიმებზე გადაიტანეს საუბარი, დაუჯერებელია. ამორმა ქალმა აშკარად გითხრა რომ მუსლიმები მთელ მსოფლიოში პრობლემებს ქმნიან და ჩვენ თვითმფრინავში ვერ ავალთ. თუ აგრესიულები გახდებიან, ვინ გააჩერებს მათ? ეხლა აღმოსავლეთ მიდლენდსის რეისებზე ვართ, ხო? და თვითმფრინავში ვერ ავდივართ. მაშინაც კი უსაფრთხოების თანამშრომლები გვეთანხმებიან, მაგრამ ჩვენ გვაქვს იურისტის წერილი. აქ ვტოვებ. We can come. ბატონმა თქვა, რეისი სავსეა, 2 აზიელი ადამიანი ლონდონის რეისზე არ დაუშვეს და მათაც ბირმინგემში გაუშვეს.
ისევ ეს უბრალოდ ძალიან დამღლელია მთელი ეს ამბავი, თითქოს იმიტომ რომ აზიელები ვართ, ან იმიტომ რომ ასე ვართ, ისინი უბრალოდ რასიზმის ბრალდებას მილიონჯერ იმეორებენ. თუ ეს ამბავი მართალია, თუ ყველა მუსლიმი კონკრეტული რეისიდან მოხსნეს, ეს საზიზღრობა, ეს მიუღებელი ქცევა. მაგრამ რატომ გვრჩება შეგრძნება, რომ ეს მთელი ამბავი არ არის? არ შეგეშინდეთ, დომ რობინსონი აგიხსნით რა მოხდა სინამდვილეში. უბრალოდ გახსოვდეთ, რომ ეს ვიდეოები ეხლა უკვე ძალიან ვირუსულად გავრცელდა. კარგი, ისე ჟღერს თითქოს JetBlue, Jet2. ყველაზე რასისტული კომპანიებია მთელ მსოფლიოში. მაგრამ ჩვენთვის მთელი ამბავი არავის მოუყოლია, არც ერთ ფორმაში. მოდით ნახოთ. შეხედეთ ამ 5 მუსლიმურ სახელს, 5 მუსლიმს, 5 მუსლიმურ სახელს თუ არ ჩავთვლით. და ისინი ამბობენ, რომ ისლამოფობიისა და რასიზმის მსხვერპლები იყვნენ. და ყველა სხვა სისულელე სიტყვა რაც კი შეუძლიათ იპოვონ, რამაც გამოიწვია კამპანია და შეტევა. ზუსტად იგივე როგორც მანჩესტერის აეროპორტში ამ ინციდენტის დროს, იგივე როგორც ყველა სხვა ინციდენტში. გაჩვენებენ ვიდეოს პატარა ამუნარიც, იმ ვიდეოში მუსლიმი ამბობს. ახლა ხან გამოგვაგდეს ამ რეისიდან. ეს ვიდეო 2 დღის წინ გამოვიდა. ხო და ამ ვიდეოში ხედავთ დაახლოებით 6 თეთრკანიან გოგოს. Jet2. გამარჯობა. გთხოვთ მოგწეროთ პირადი შეთხოვინება ჩვენი სხვა სოციალური მედიის ერთ-ერთ პლატფორმაზე და სიამოვნებით განვიხილავთ თქვენს საკითხს. გმადლობს ლილი. ასე რომ მეგობრებო, თუ ჩემი სახელი არ არის ლილი, ჰარი ან ჩარლზი, პასუხს ვერ მივიღებ. ეხლა, ვესაუბრე კიდევ ერთ ადამიანს, რომელიც იმავე რეისიდან გააგდეს. გამოიცანით რამრა, მათი ვიდეო სისულელეა. ვიდეოში ნამდვილი პრობლემა და ნამდვილი სიტუაცია არ ჩანს, რაც მოხდა. არ არსებობს, მართლა არ მჯერა. გულისხმობ რეალურავი არა ის. ავიაკომპანიამ არ გადაწყვიტა და არც იქ მომუშავე ხალხმა გადაწყვიტა, რომ ეთქვათ, როგორ უნდა ჩავიდინოთ კარიერული თვითმკვლელობა დღეს. უბრალოდ ყველა ისლამური სახელის მქონე ადამიანი გავაგდოთ, მაგრამ სინამდვილეში ასე მოიქცნენ. როდესაც რეისი გადავსებულია, ნორმალური პროცედურაა, რომ გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით მიიღონ გადაწყვეტილება. ზოგი ადამიანი უნდა მოხსნან სიიდან და ყველა მათგანი მუსლიმი არ ყოფილა. არანაირი გზა არ იყო იმ რეისიდან ჩამოსასვლელად. ეს ერთ-ერთი იმ ადამიანიდანაა, ვინც რეისიდან მოხსნეს. რეისიდან მოხსნეს ბრიტანელები, ჩინელები, ესპანელებიც კი, ასე რომ იყვნენ სხვადასხვა ეროვნების ადამიანები. რეისი დაჯავშნილი იყო, მაგრამ შემდეგ მოუწიათ რეისის შეცვლა. ამიტომაც ჰქონდათ უფრო პატარა თვითმფრინავი. მერე რა გააკეთეს? აი ესე იქცევა Jet2. ეს არის თვითმფრინავის პოლიტიკა. ეს არ არის მუსლიმების უარყოფა, რა თქმა უნდა, ეს სისულელეა. ეს მათ გამოიგონეს. საქმე უარყოფაშია. ბოლო ადამიანები, ვინც დაჯავშნეს, იყვნენ მან მამაკაცები ან ქალები, რომლებიც მარტო მოგზაურობდნენ, არა ოჯახები. ხო, ასე რომ უფრო ახალგაზრდები, ხო. ასე რომ, რა თქმა უნდა, ეს 7 მუსლიმი ამ კრიტერიუმში ჯდებოდა. რეისზე საკმარისი ადგილი არ იყო. მათ გადაწყვიტეს, რომ არ გაეშვათ. მუსლიმებს ურჩევნოდათ, რომ მოხუცები ან ბავშვები ჩამოეყვანათ. რა თქმა უნდა, არა ისინი, მაგრამ ეს 7 ბევრად უფრო დიდი ჯგუფის ნაწილი აღმოჩნდა. ეს ყოველთვის ერთი და იგივე ისტორია. ყოველთვის ერთი და იგივე ისტორია. თითქოს რაღაცა ნორმალური ხდება, რეისი ზედმეტადაა დაჯავშნილი. რა სამწუხაროა. ზოგიერთ ადამიანს უნდა ჩამოიყვანონ. ახალგაზრდა კაცები, რომლებიც ბოლოს დაჯავშნეს, ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებსაც უნდა ჩამოიყვანონ. და თითქოს ისლამოფობია, რასიზმია. ეს ვიდეო უბრალოდ ძალიან დამღლელია, გამაღიზიანებელი და ნერვების მომშლელი. ამიტომ ეხლა მიმდინარეობს მთელი მასშტაბური კამპანია Jet2-ის წინააღმდეგ ისლამოფობიისა და რასიზმის გამო. და უბრალოდ გათხოვინებთ. მას შემდეგ რაც თვითმფრინავში სხვა ადამიანთან ვისაუბრე, არსებობს ვიდეო, იცით, იმ ორ ქალზე, რომლებმაც ეს ინფორმაცია უნდა მიეცათ. შემდეგ არის ვიდეო, სადაც ისინი ტირიან. ბიჭებო, ამურ ქალმა ახლა ხან თქვეს. მუსლიმები პრობლემებს ქმნიან მთელ მსოფლიოში. მთელ მსოფლიოში. ჩვენ გვაქვს პრობლემები, ყველა მუსლიმი. ამ ორ ქალმა ახლა ხან აშკარად გითხრა, რომ ყველა მუსლიმი მსოფლიოში პრობლემებს ქმნის. იცით რა არის ამ ვიდეოს პრობლემა? ამ ბიჭს ტელეფონი აქვს ხავში და ყველაფერს ირაბს. რატომ არ აქვს მას ამის მტკიცებულება და დოკუმენტაცია? გულისხმობ იმას, რომ თუ ვიმე გამომაგდებდა და მეთხოვდა, რომ ამ ფრენიდან იმიტომ გაგდებთ, რომ მუსლიმი ხართ, პირველი რაც გავაკეთებდი, ტელეფონს ამოვიღებდი და ყველაფერს დავაფიქსირებდი, რაც კი ითხოვებოდა. შემდეგ რა მოსახერხებელია, რომ მან უბრალოდ შეძლო ბრალდების წამოყენება ამის დამადასტურებელი მტკიცებულების გარეშე. ჩვენ ვერ შევძლებთ თვითმფრინავში ჩაჯდომას. შეგიძლიათ წარმოიდგინო, რა მასშტაბის თავდასხმებს აწყდებიან ის თანამშრომლები. იმიტომ რომ ყველას უთხრეს მთელ ქვეყანას ან სოფლიოს უთხრეს, რომ მათ მუსლიმები გამიზნულად ამოირჩიეს, როცა სინამდვილეში ასე არ ყოფილა. ისინი უბრალოდ თავიანთ საქმეს ასრულებდნენ. ხო, უბრალოდ ამ მოკლე ვიდეოს ვიღებ. მომმართა კიდევ ერთმა ადამიანმა, რომელიც იმავე თვითმფრინავიდან გააგდეს და ამბობს, რომ ეს ყველაფერი გამოიგონეს. საუბარი არ იყო იმაზე, რომ ისინი მუსლიმები იყვნენ. როგორც უკვე თქვი, ჩინელების ჩამოსვეს თვითმფრინავიდან. მათ ალტერნატივა შესთავაზეს. ჩვენც მოგცეს ალტერნატიული მოქმედების ვარიანტები, მაგალითად, ფრენის გაუქმება, თანხის დაბრუნება, თარიღის შეცვლა. ეს ერთ-ერთი იმ ადამიანიდანაა, ვინც თვითმფრინავიდან გააგდეს. ეს უბრალოდ ძალიან გამაღიზიანებელია, მაგრამ ისინი იციან, რომ ამას შეძლებენ. იციან, რომ უბრალოდ რასიზმის ბრალდებას წამოაყენებენ და ყველას ეშინია, რომ რასისტად არ მოიხსენიონ. ყველაზე დიდი შიშია, რომ ეს ყველას პანიკაში ჩააგდებს. მიუხედავად იმისა, რომ ამას ვერანაირი მტკიცებულებით ვერ ამყარებენ, თუ დოკუმენტს წავიკითხავთ, იქ არაფერია კონკრეტული,
ეს ნორმალური ქცევაა, განსაკუთრებით თუ ბილეთს ბოლოს ყიდულობ. ჩვენ არ ვიცით, რომ მათ ბოლოს იყიდეს, მაგრამ განსაკუთრებით თუ ახალგაზრდა მამაკაცი ხარ და ბევრს მოგზაურობ, ეს უბრალოდ ასე ხდება. და ეხლა როცა ვიცით, რომ სხვა ადამიანებიც ბრიტანელებიც ასევე გააძევეს, ეს საერთოდ არაფერ შუაშია. მაგრამ მათ არ შეუძლიათ თავი შეიკავონ. იმიტომ რომ იციან, ეს მათი მომგებიანი ბარათია და იციან, რომ ყურადღებას მიიპყრობენ, იციან, რომ ამით გაავრცელებენ ნარატივს, თითქოს ყველა სულს და ისინი მსხვერპლი არიან და რაც უფრო მეტად შეძლებენ მსხვერპლის როლის თამაშს, მიუხედავად იმისა, რომ 2 მილიარდი არიან. მით უფრო ფიქრობენ, რომ მაინც იგებენ. მადლობა ყურადღებისთვის ამ საკითხზე.